რას არ გაიგებს ადამიანი. კაცების თუ აკეთებდნენ ჯადოს არ ვიცოდი. რა ჯადოს, დედა? აბა გოგო გრიშა კაკაჩია. ჩემ პატარა მიშიკოს და ნორიკოს ერთ კამფეთს არ ჩუქნის ზედმეტად, ერთ კამფეთს. და ან ვიღაცა თემური ძიგვას ასე როგორენდო? სუდა ვიღობეთ ამ ბოლო დროს. ძალიან ცუდა წავიდა ჩვენი საქმე. მე ნუ იცი, თქვენ აპოკალიფსის დახატვა რა. რო უყურებ ამ შტერ და თანაც თავხედ გოგოს. სულ იმას ფიქრობ ამისთვის ვიწვალე? რომ ამის ხელში ჩამეგდო? ამისთვის ვეგდე ამდენი თვე იატაკზე რომ მაგის კლანჭებში ჩამეგდო? ჩემი შავი ბრილიანტივით ბიჭი? არ გამახსენო ნატრული. ეგ რა შუაში იყო ახლა? იმ შუაშია გოგო რომ რაც ნორა გარდაიცვალა, სულ აუშვეს მანტკაბებმაც და კაკაჩიებმაც, აუშვეს. აბა რო გეკითხა არ იყო ბრძენი და იგონებდნენო? ყოფილა. ბატონო, ყოფილა. და იმ დასაწვავ ანდერტში ქორწილზე არაფერი რომ არ ეწერა. თურმე ბარბარესკი არ უფრთხილდებოდა, შენ მაქსიკოს უფრთხილდებოდა, შენ მოგიკვდეს დედა. დეიდაც ძალიან კარგად გრძნობს მაქსიკო თავს და სულ ცალფეხზე კიდია ვის ვინ როგორ ელაპარაკება. არ იჩნევს გოგო. როდის იყო ჩემი მაქსიკო დაციტყობდა სახეზე. რაც არ აქვს რა უნდა შეიტყოს. რასაა რომ ჩერჩეტობ გოგო შენ რა? იმასაა რომ მაქსიმემ უნდა მოთხოვოს თავისოს ნათესავების პატივისცემა. აი? არც მე მეხატებოდა გულზე, არც კაკაჩიები და არც გობრონიძეები, მაგრამ მთელი ცხოვრება, ბუცინი, ვეფერები, ვესათუთები, ესაა შინაგანი კულტურა. რაც მაგას ფრანგულს და ეთიკას ატენიან ბავშვობიდანვე. რით ვერ შეუვიდა ეს კულტურა შიგნეულობაში? კაი, მივალ დღეს და დაველაპარაკები. კაი, სიზამდე და გენაცვალო შენ. უთხარი ნატრული გუნავას გადაკიდებას ყველაფერი ჯობია თქო და მოეფერე თქო. მეც ისე მხდება. გეგონება ეგონა გუნავა კი არა, ვიღაცა კლიჭიას ცოლი ვიყო. გადასარევია პირდაპირ. მერაბ დარჩია ვერ ბედავს 15 წელიწადია ჩემს სახლში იმას, რაც მაგან ორ კვირაში გაბედა. გამშვიდით, მივალ დაველაპარაკები ისე მხიარულად ვეთქვი, რომ მაგისთვისაა ასე უკეთესი. და შენ შემოგევლე მე. შენ ქმას რით ვერ ასწავლე ვერაფერი, რა? საერთოდ არ მივალ. აი? გეხუბრე, გოგო.